ესე იგი სულ მალე ხუთშაბათს, სამ ხუთშაბათს არის ესთერის მალხულობა და წერია ვისწავლით თაღანით ესთერის წესებს, რომ ალახა ბრძანებს მორდეხაის და ესთერის დროს შეიკრიფა ისრაელიშვილის ჯამაათი 13 ადარს იმისათვის, რომ თავიანთი თავები დაეცვათ მტრისაგან და მათ სჭირდებოდათ გამჩენისგან ძალიან დიდი შეწყალება, შებრალება იმისათვის, რომ მტერი არ დაუფლებოდათ მათ და არ მორეულიყვნენ ისრაელიშვილებს და რა გააკეთეს ამისათვის ისრაელიშვილებმა, პირველ რიგში დაიწყეს ლოცვა გამჩენის წინაშე, შეწყალების თხოვნა და აგრეთვე მალხულობა. ვის განისწავლეს ესე, რომ უნდა მოქცეულიყვნენ, ეს ყველაფერი ისწავლეს მოშე რაბინუსაგან, რომ მოშე რაბინუს, როდესაც მოშეს მოუწია ამალეკთან ბრძოლა იოშუასთან ერთად და ისრაელიშვილებთან ერთად, იმ პერიოდშიც დაიწყეს ხალხმა ლოცვა და მალხულობა. და ეს არის როგორც წამალი ისრაელიშვილისთვის, ყოველთვის ისრაელიშვილი, როდესაც რთულ სიტუაციაშია, რას აკეთებს, ლოცულობს გამჩენის წინაშე და მალხულობს. და გამჩენმაც მართლა მოისმინა ისრაელიშვილის ლოცვა, მათი თეშუბა, რომ მალხულობის დროს არის მთავარი არა მალხულობა, არამედ რომ იმ მალხულობის დღეს ადამიანმა გააკეთოს თეშუბა. და არა მარტო მალხულობდნენ, არც მაშინ და ეხლაც ეგრეა საჭირო, ანუ მთავარი ზოგს გონია, რომ მთავარია რომ იმალხულოს. მაგრამ მთავარი აზრი მალხულობის არის მაშინ, როდესაც მალხულობს თეშუბასთან ერთად. და მოხდა ფურუმის დროსაც იმ პერიოდში ამ მალხულობის და ლოცვის ზეხუთით პირიქით, რომ უნდა გაენადგურებინათ ისრაელის მტერი და იმის მაგივრად, რომ ეს მომხდარიყო, მოხდა პირიქით. ისრაელიშვილებმა გაანადგურეს თავიანთი მტერი, როგორც წერია აშერ იშლეტუ აიჰუdim ჰემა ბესონეჰემ, რომ ისრაელიშვილები დაეუფლნენ თავიანთ მტრებს. და დახოცეს ბევრი ხალხი, როგორც წერია მეგიმრაში 75,000 ის 75,000 კაცი, ესე იგი დახოცეს. იმის გარდა რაც დახოცეს ხალხი შუშანში. შუშანი იყო როგორც თავარი ადგილი იყო, როგორც დედაქალაქი იყო. ეს უკესავის მოგმა იყო, ხო? და წარმოიდგინეთ ამ ხელამკვლელობის დროს ისრაელიშვილიდან ერთი კაციც კი არ მოკლებულა ამ ხელა ბრძოლაში. რადგანაც წერია კილო ბეხაილ ველო ბეკოახ კიმ ბერუხი ამარ აშემ ცევაოთ, გამჩენი გვეუბნება, არ გეგონოთო, რომ მტერსო ან ჯარით მოერევითო, ან ძალით მოერევითო, არამედო ჩემი რუახითო ესე ბრძანებს გამჩენი, ანუ ჩემი დახმარებითო. ანუ ხანდახან ადამიანი მიდობილია თავის ძალაზე, ჯარზე და გონია, რომ ის ყველაფერი უშველის მტრებს, მაგრამ თუ გამჩენი არ ჩაერია და არ მოუხდინა სასწაულები, და ამიტომაც იმ პერიოდიდან დაწყებული მიღებულია ყველა ადგილებში, სადაც ისრაელიშვილები ცხოვრობენ, იმ პერიოდიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე, ეს დღე 13 ადარი იყო გამოცხადებული მალხულობის დღედ და ყოველ წელიწადს მალხულობდნენ. რატომ მალხულობთ? ზეხერ ლენეს შენასა ლაჰემ. ანუ იმის სამახსოვროდ, თუ რასასწაული გაუკეთდა ჩვენ მამაპაპებს. ეხლა დღეს მინდა მარხვა სიტყვაზე, ხო, რომელი საათიდან უნდა დავიწყო? ეგ მერე შემეკითხე.
ვეცომზე ნიკრა თანით ესთერ და ამარხულობას ქვია ესთერის მარხულობა. პრინციპში ეს სასწაული არ იყო მარტო ესე იგი ჩვენი მამებისთვის, ეს სასწაული იყო ჩვენთვის, რატო ყოველთვის ჩვენი მამა პაპები რო არ გადარჩენილიყვნენ, შეიძლება ბევრი ჩვენთანგანი დღეს აქ არ მჯდარიყო და აქ არ ყოფილიყავით და იმათ რო არ მოსვლოდათ ის სასწაულები. ამიტომ დღესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი თვისება, რაც უნდა გაგვაჩნდეს, ვიყოთ გამჩენის მიმართ მადლიერები და გვახსოვდეს ის სასწაულები, რაც გაუკეთა გამჩენმა ჩვენ მამაპაპებს, ანუ იგივე ჩვენ და ამიტომ დღესაც ესე იგი მარხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ბეთამიკდაში არ აგვაქვს აშენებული ჯერჯერობით და მაგის ბევრი მიზეზები გვაქვს. წერია რომ იმ თაობაში, რომელ თაობაშიც ბეთამიკდაში არ აშენდა, გეგონება იმ თაობაში დანგრეულაო. ანუ რადგანაც ესე იგი ჩვენ ჯერ კიდე არ აგვიშენდა ბეთამიკდაში, ესე იგი საკმარისი ზეხუთი არ აგვაქვს იმისათვის რომ აშენდეს, ამიტომ გამოდის რომ ჩვენს გვჭირდება თეშუბის გაკეთება და მარხულობა. 14 და 15 ადარს აკრძალულია მარხულობაც და აკრძალულია გამოტირვაც. ანუ 14 ადარი უკვე არის სიმხიარულის დღე, ფურუმის დღე. 14 ადარი აღინიშნება ყველა სოფლიოს ყველა ადგილებში, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობენ და 15 ადარი აღნიშნავენ ფურუმს იმ ქვეყნებში და იმ ადგილებში, რომლებიც იოშუა ბენ-ნუნის დროიდან იყო შემოფარგლული გალავანით. და არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ 14-ში და 15-ში ეს არის როგორც კაი დღე ითვლება და კაი დღეს, ესე იგი, არ ვმარხულობთ და არც ვგლოვობთ. თუ დაემთხვა 13 ადარი შაბათ დღეს, მაშინ, ესე იგი, როგორც ამ წელიწადს გამოდის, ამ წელიწადს წესით 13 ადარი არის შაბათ დღეს, მაშინ მარხულობა გადაგვაქვს როდის ხუთშაბათს, როგორც ამ წელიწადს. წესით უნდა გვემარხულა, ესე იგი 13-ში, ოღონდ 13 გამოდიოდა შაბათი, შაბათს მარხულება არ შეიძლება, ამიტომ მარხულობა გადავიტანეთ ხუთშაბათს. ხო, ხუთშაბათი უკვე გამოდის 11 ადარი. რაც შეეხება მაგალითად ის ქალბატონები, რომლებიც არიან ფეხმძიმედ. ან ქალბატონები, რომლებიც ბავშვს კერდით აჭმევენ რძეს. ისინი თავისუფლები არიან, რომ თაღანით ესთერის დღეს იმარხულონ. ანუ ესეთი ქალბატონები თიშა-ბეავის გარდა მოკლედ რო ვთქვათ, არა მარტო თანით ესთერის არიან, ესე იგი, თავისუფლები რომ იმარხულონ, არამედ სხვა მარხულობებშიც თავისუფლები არიან იმარხულონ თიშა-ბეავის გარდა. უმეუბაროთ შეამნო აინუ ქეშეუქარ უბარ. რას ნიშნავს ფეხმძიმე ქალი? როდიდან ეძლევა ფეხმძიმე ქალს სტატუსი ფეხმძიმე ქალის. ალახა ბრძანებს, რომ იმ პერიოდიდან, როდესაც ჩანს, რომ ის ქალი არის ფეხმძიმედ. ანუ სადღაც ეს ითვლება 3 თვე, ანუ 3 თვის მაღლა. 3 თვემდე არ აქვს სტატუსი ფეხმძიმე ქალის. უმიკოლ მაკომ იმ სოვერეთ მიჰაკა ოთ უმიხუშიმ ო ხულშარა ბა მუტარ ლა ლეხოლ გამ ბეტერემ მელოთ ლა შლოშა ხოდაშიმ ლეჰერიონა. მაგრამ ალახა ბრძანებს, არის ქალბატონები, რომელსაც მაგ პერიოდში რო ფეხმძიმდებიან, ეძახიან მაგას ტოქსიკოზი ემართებათ და თუ ქალს გააჩნია ეს ტოქსიკოზი, მანამდეც სანამ შეუსრულდება 3 თვე, ან ცუდად აგრძნობს თავს, ან კიდე სხვა რაიმე, ესე იგი, პრობლემები აქვს, ამ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 3 თვე არ შეუსრულდა, თავისუფალი არის, ესე იგი, მარხულობიდან. და მიუხედავად, ესე იგი, განსაკუთრებულად თუ უკვე ჩასახვის დღიდან
გავიდა 40 დღე. ანუ 40 დღე, მე-40 დღეზე უკვე ის ჩანასახი უკვე არის თითქმის, ესე იგი, ჩამოყალიბებული. და რაც თქვით, ქალი რომელიც აჭმევს ბავშვს რძეს მკერდით, დაჟე თუ შეწყვიტა ქალმა რძის ჭმევა მკერდით, თუ ჯერ კიდე არ გავიდა 24 თვე იმის მერე რაც ბავშვი შეეძინა, ანუ 24 თვე ეს არის 2 წელიწადი. პრინციპში საშუალოდ ქალბატონები ბავშვებს აჭმევენ 2 წლის განმავლობაში, ესე იგი მკერდს და მერე წყვიტავენ. ხო, ბავშვი ჭამს ესე ნორმალურ სიტუაციებში. და თუ მაგალითად დაჟე შეწყვიტა და ჯერ კიდე ბავშვის, ესე იგი, ბავშვს აღარ აჭმევს მკერდით რძეს და ჯერ კიდე არ გასულა, ესე იგი 24 თვე, და ცუდად აგრძნობს თავს, ამ შემთხვევაშიც შეუძლია არ იმარხულოს. მაგალითად, კიდე გამჩერმა ყველა საშოროს ქალს, რომელსაც მოეშალა მუცელი. და ამ ყველაფრის მერე, იმის დღის მერე, რომ მოეშალა მუცელი, ჯერ კიდე არ გასულა 30 დღე, ამ შემთხვევაშიც ის ქალბატონიც თავისუფალი არის მარხულობიდან. და წერია, რომ არა მარტო ეს, დაჟე თუ მოეშალა მუცელი და 24 თვე ჯერ კიდე არ გასულა იმის მერე რაც მოეშალა მუცელი და ამ პერიოდში ცუდად აგრძნობს თავს, ხო, ამ შემთხვევაშიც თავისუფალი არის მარხულობიდან. ანუ ჩვენ არ ვიცით სხვადასხვანაირი სიტუაციები შეიძლება იყოს და იმ მუცლის მოშლამ სხვადასხვა რაღაცები შეიძლება გამოიწვიოს და სხვადასხვა ხრივ შეიძლება გრძნობდეს თავს, ისე ძლიერად ვერ გრძნობდეს თავს. ამიტომ ამ შემთხვევაში თუ ვერ აგრძნობს ძლიერად თავს და ცუდად გრძნობს თავს, შეუძლია იმის მერე რომ მუცელი მოეშალა 24 თვის განმავლობაში, თუ კიდე 24 თვე არ გასულა იმ დღიდან, არ იმარხულოს. და კიდე არის ზოგიერთი ჰალახაში რო წერია თავისუფალია, არ არის საჭირო რომ ესე იგი გაირთულოს თავის თავზე. ხანდახან ადამიანს რო ეუბნებიან თავისუფალი ხარ, ზუსტად მაშინ მოუნდება ხოლმე რომ გაირთულოს თავის თავზე. რო ეუბნებიან ვალდებული ხარ, მაშინ ხანდახან არ აკეთებს ხოლმე. ხო, არ არის საჭირო რომ ძალიან დიდი ცადიკი იყოს ადამიანი, რო ეუბნებიან თავისუფალი ხარ, ესე იგი თავისუფალია, არ უნდა გაირთულო. რომ იმან შეიძლება ესე იგი სხვა ცუდი რამე გამოიწვიოს. თორა მოცემულია სიცოცხლისთვის და არა სიკვდილისთვის და არ გავალდებულებს თორა რომ რაღაცა ისეთი გააკეთო, რამაც შეიძლება შემდეგში შენ ჯანმრთელობას დააზიანოს და უფრო მეტი ზიანი მოიტანოს ამ ყველაფერმა, ვიდრე საბოლოო ჯამში სიკეთე. ეხლა ავადმყოფებიც არიან ორნაირი. არიან ავადმყოფი, როდესაც გამჩერმა ყველა საშოროს სიცოცხლისთვის საშიშროება აქვს და არის ავადმყოფი, რომელიცაც არ აქვს ავათარი, ოღონდ ისეთი ავადმყოფობა არ აქვს, რაც სიცოცხლისთვის საშიში არის. და დაჟე ისეთი ავადმყოფიც, რომელსაც არ აქვს სიცოცხლისთვის საშიშროება, ისიც კი თავისუფალია, ესე იგი ამ მარხულობისაგან. და არ აქვს იმის უფლება, რომ თავის თავზე, ესე იგი გაირთულოს. და დაჟე ეს ტერმინის მარხულობა იმხელად, ესე იგი გაიოლებული მარხულობაა, რომ ადამიანი თუ მოსლაბებულად გრძნობს თავსო, მოდუნებულად გრძნობს თავს, შეუძლია რომ ესე იგი არ იმარხულოსო. ან მაგალითად არის ხანდახან ადამიანი უკვე ავათ არ არის, ოღონდ მოხუცებულია და უკვე იმხელა ჯანი და ღონე აღარ მოსდევს, ხო, და მოსლავებულია. ისიც თავისუფალი არის მარხულობისაგან. და არა მარტო ეს, არამედ წერია ალახაში ეინო რაშაი ლეიტანოთ, არა აქვს უფლება რომ იმარხულოსო. რატომ მოხუცებულმა ადამიანმა შეიძლება იმარხულობამ გადაიტანოს. ისე მოასლაბოს, უცებ ისეთი რაღაცა დამართოს იმარხულობამ, რომ ის გაუმიზესდეს და დროზე ადრე, ესე იგი, წავიდეს. მაგალითად,
არა მარტო ესო, ვისაც მაგალითად თვალები აწუხებს. არის ხალხი, რომ თვალების აწუხებს, ისიც თავისუფალია ამ მარხულობისგან და როდესაც გამოჯანმრთელდებაო და თვალების ტკივილი აღარ ექნებაო, მერე შეუძლია ეს მარხულობა რაც გააცდინა აინაზღაუროს. ანუ სხვა რომელიმე დღეს იმარხულოს. ელა იმქენ ახლა ალფი პიკუა მეგროშია ზეინო צריך ლეფროა. მაგრამ თუ ექიმი მაუთხრა, ექიმი თუ ეუნება, რომ შენთვის მავნეა მარხულობა, მაშინ ესე იგი თავისუფალია მარხულობიდან და ამ შემთხვევაში даже მერე თუ მორჩა კიდევაც და უნდა არ არის ვალდებული რომ ის მარხულობა რაც არის მარხულა აღარ არის საჭირო იმისი ანაზღაურება. და აგრეთვე ფეხმძიმე ქალი ან კერდით ვინც რძეს აჭმევს ან ავანტყოფი ესე იგი რომელსაც არ აქვს სიცოცხლისთვის საშიშროება ეს ყველა კატეგორიები არ არიან ვალდებულები რომ ეს მარხულობა მერე აანაზღაურონ. ანუ თუ ალახამ უკვე გაანთავისუფლა ესე იგი აღარ არის საჭირო რომ ესე იგი აანაზღაუროს. даже მერე კარგად რო გახდება. მაგრამ ვინც არიან ჯანმრთელები, ჯანმრთელი ხალხი, კაცი იქნება თუ ხალი იქნება, არ არის კარგი რომ ჯამაათს ესე იგი გამოეყვნენ და მთელი ჯამაათი მარხულობდნენ და იმან თქვას, მე არ ვიმარხულებო, ვინ ჯანმრთელია. და даже თუ ადამიანი მაგალითად გზაში იყო და გზიდან დაბრუნდა იმ დღეს და გზის მერე ხო იცით დაღლილია ადამიანი даже იმანაც უნდა შეეცადოს რომ მიუხედავად იმისა რომ უჭირს რამენაირად თუ ჯანმრთელია ესე იგი რამენაირად ძალა დაატანოს თავს და ესე იგი იმარხულოს. და როდესაც მოხდა ესეთი რაღაცა რომ 13 ადარი დაემთხვა შაბათ დღეს როგორც ამ წელიწადს და გადაიტანეს ეს მარხულობა ხუთშაბათს და დავიწყდა ადამიანს რომ უნდა იმარხულოს ხუთშაბათს და ადგა და ხუთშაბათს რო გათენდა შეჭამა. მაშინ რა შეუძლია გააკეთოს ამ შემთხვევაშიო პარასკევს იმარხულოს. რო ის ხუთშაბათის მარხულობა რაც შეცდომით იმ დღეს ხუთშაბათს უნდა იმარხულა და შეჭამა ესე იგი გამოასწოროს პარასკევ დღეს. ხათან ბეთოხ შივათ იმი ამიშტე შელო. წერია რომ ხათანი, როდესაც ხათანია ადამიანი, ქორწილის მერე 7 დღე ითვლება მისთვის სიმხიარულის დღედ და 7 დღის განმავლობაში ქორწილის მერე ხათანს კიდე ამხიარულობენ. და თუ მოხდა ესე რომ მაგალითად დღეს იყო ქორწილი და ხუთშაბათს მარხულობა ეთქვა ან ხუთშაბათს მარხულობა უნდა იყოს ხათანი თავისუფალია 7 დღის განმავლობაში ქორწილის მერე მარხულობისაგან. ხათანიც და ქალაც. აგრეთვე მაგალითად თუ არის ბრითმილა. მაგალითად დღეს იყო ბრითმილა. ბრითმილა რო არის სამი ადამიანი, ეს არის მამა, სანდაკი და მოელი. ამ სამი ადამიანისთვის ყოველთვის ბრითმილის დღე ითვლება კაი დღეთ. ეს მარხვა ხუთშაბათს რო იწყება, ესე იგი პრობლემის საათის შემდეგ აღარ შეიძლება. მარხვა იწყება დილიდან. ვეუ ადინ ლეშროშად ბალე აბრით ჩემ ავი აბენ ასადანგლე ამოელ. მაგალითად, ეხლა ამ ხუთშაბათს რო დაიმთხვეს ბრითი. სამი ადამიანი, ბავშვის მამა, სანდაკი და მოელი, ისინიც თავისუფლებია არიან მარხულობისაგან ნათლობის დღეს. даже იმ დღეს მარხულობა თუ ემთხვევა. ანუ იგულისხმება ესთერის მარხულობიდან. ანუ ესთერის მარხულობის დღეს თუ დაემთხვა ნათლობა, სამი ადამიანი, მოელი, ბავშვის მამა და სანდაკი თავისუფალი არიან მარხულებიდან. და
არა აქვს იმის უფლებაო, რომ თავიან თავსო გაურთულონო და მაინც იმახულონო. ხოიცი ზოგიერთ სადიკობა უნდა. და ამბობს რომ მე რა რომ ნათლობა იყო, ყველა მარხულობს, მეც ვიმარხულობ. ხო? ეს არ არისო სწორება. რატო? იმიტომ რომ ეს არისო, ესე იგი იმათვისო იომტოვი. იომტოვი რა არის? კაი დღე. და კაი დღეზე რომ დაგამადლიანებს გამჩენი, უნდა შეიფერო და მიიღო. יש אומרים שאם אין 10 מתנים בבית כנסת, თუ მოხდა ისე რომ 10 კაცი არ არის ისეთი 10 კაცი რომელიც მარხულობს ლოცვაზე, ესთერის მარხულობის დღეს, אין להוציא ספר תורה לקרוא בפרשת ויחל. რომ არ გამოაბრძანებენ სეფერ თორას, რომ წაიკითხონ პარაშათ ვაიხალ. და აგრეთვე ესე იგი შალიახ ციბური ხაზარის დროს, როდესაც ყამიდას ბრუნდება, ყანენუს არ კითხულობს. ანუ იმიტომ რომ დაბრუნების დროს იმ ყანენეს აქვს კიდე ცალკე ბერახა. თუ არ არისო, ესე იგი 10 კაცი, ერთი აზრის მიხედვით. და არიან ვინც ამ წესს ეკამათება და ამბობენ რომ არა. საჭირო არის რომ 6 კაცმა იმარხულოს. თუ 6 კაცი, ორი აზრია. თავარი აზრი მიღებული არის რომ თუ 6 კაცი არის ჯამაათში, ვინც მარხულობს, სეფერ თორასაც გამოაბრძანებენ და ანენუსაც კითხულობენ. რატო? იმიტომ რომ 6 კაცი ითვლება მინიანის უმრავლესობა. და აგრეთვე როგორც ვთქვით, სეფერ თორასაც გამოაბრძანებენ და ხაზარის დროს კითხულობს ანენუს. ეხლა אך אם אין רוב מניין שמתענה בבית הכנסת בצום תענית אסתר, אין להוציא ספר תורה לקרוא בפרשת ויחל במנחה. და მაგალითად ზუსტად ისევე არის მინხაზეც. თუ არ არის უმრავლესობა მინიანის, ვინც მარხულობს 6 კაცი, მინხაზეც არ გამოაბრძანებენ სეფერ თორას და არ კითხულობენ ვაიხალს. და აგრეთვე ხაზარის დროს შალიახ ციბურიც, ესე იგი არ კითხულობს ანენუს. და კიდე, მაგრამ თუ დაემთხვა ესეთი რაღაცა, რომ გამოაბრძანეს სეფერ თორა, ესე იგი მინხაზე ან შახრიძე, უпростоრად გამოაბრძანეს სეფერ თორა მინხაზე, თაყანით ესთერის დღეს, თორაზე შეუძლია ადგეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც არის მარხული. ვეიმ ალევი ნიმცა ბებედან ლეცა, მაგალითად თუ ქოენი მარხულია და ლევი არ არის მარხული, ვეინ იმიაცა ხუცა ბეშადა კრია, ვეინ იმიცა ბეთოხ ბეთა ქნესით არ აქვს მნიშვნელობა ლევი გავიდა გარეთ თუ ლოცვაში იმყოფება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ არის მარხული, ვინც არ არის მარხული, მაინც არ აედგემება, ესე იგი სეფერ თორაზე. და ამიტომ ეძახიან ქოენს, რომელიც მარხულობს, და ქოენი ადგება, ესე იგი ლევიზეც. ანუ თუ ქოენი მარხულობს და ლევი არ მარხულობს, ქოენი დგება ქოენზეც და ლევიზეც, თუ ქოენის და ლევის მარხულობს, ესე იგი ქოენი ქოენზე დგება, ლევი ლევიზე დგება და გასაგებია ისრაელისზეც უნდა ადგეს ის მარხული, ის ისრაელიშვილი, ვინც მარხულია. გამჩერმა დაგვამადლიანოს, რომ ეს დღეები შეგვიცვალოს სიხარულის დღეებად, მიიღოს გამჩერმა ჩვენი თეშუბა და